მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რიგში მოგზაურობისთვის. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, ჩემი პრეზენტაცია ეხება ენდოსკოპიურ ბარიატრიულ პროცედურას, რომლის დანერგვასაც გეგმავთ ჩვენს კლინიკაში. აღნიშნული პროცედურა პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსად არ კეთდება და შესაბამისად გვინდა რომ ვიყოთ გარკვეული პიონერები ამ საკითხში და პაციენტებს, ქართულ პაციენტებს შევთავაზოთ ისეთივე მომსახურება და სერვისი ამ თანამედროვე მეთოდით, როგორც იგივე ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში არის. მოკლედ შევეხები ზოგადად ამ საკითხს სიმსუქნეს, როგორც მოგეხსენებათ, ფაქტიურად პანდემიის სიტუაცია არის ამ მიმართულებით და დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი არის აღნიშნული დაავადებით დაავადებული. საქართველოს რაც შეეხება დაახლოებით 37%-ს დასრული მოსახლეობის აღენიშნება BMI, ამ სხეულის მასის ინდექსი 30 ან მეტი. აღნიშნული პროცედურა არის გარკვეული ტიპის ხიდი ცხოვრების ჯანსაღ წესს და ქირურგიას შორის. პროცედურა, რასაც წარმოადგენს, მოკლედ არის აქ წარმოდგენილი. ეს არის უშუალოდ აპარატი არის, რომელთაც ხერხდება აღნიშნული პროცედურის წარმოება. მაინც წამოვიღერო უფრო თვალნათლივ წარმოგიდგინოთ აღნიშნული პროცედურა თუ რას წარმოადგენს. სპეციალური ენდოსკოპი, წვრილი ზომის ენდოსკოპი გადის ამაში და აღნიშნული აპარატი ჩადის საკლაპავში და სპეციალური ასევე საკერავი მასალები ჩადის ამ აპარატში და ხდება კუჭის საერთო მოცულობის შემცირება. რაც შეეხება კრიტერიუმებს თუ რა შემთხვევაში კეთდება ეს პროცედურა, პირველ რიგში მინდა აღვნიშნოს სხეულის მასის ინდექსი, ეს არის 30-დან 40-მდე, ასაკს რაც შეეხება, ეს არის 25-დან 55 წლამდე პაციენტები. საუკეთესო შედეგები, რაც კვლევები დაიდო, არის 30-დან 35-მდე BMI შემთხვევებში. თუმცა შესაძლებელი არის, რომ აღნიშნული პროცედურა 40+-ს გაკეთდეს, ოღონდ ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არის, რომ პაციენტს თუნდაც ერთი რაიმე ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდეს. ასევე აღნიშნული პროცედურა გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც უარს ეუბნებიან ქირურგიულ პროცედურაზე. და შესაბამისად ბოლოს შევეხები, ეს არის დიაფრაგმალური თიაქარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგ ნაჩვენები არის ხოლმე გარკვეული ესეთი ტიპის პროცედურების შემთხვევაში და პირველი, მეორე თუ არის ჰილის კლასიფიკაციით, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ეს პროცედურა ჩავატაროთ. ნებისმიერი ისეთი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს, რომელიც იწვევს საკლაპავის ესე ვთქვათ, მოცულობის შემცირებას, ეს არის სტენოზები, ეს არის სიმსივნური პროცესი, ეს არის ვარიკოზული ვენები. ესეთი ტიპის დაავადებები, რა თქმა უნდა, წინააღმდეგ ნაჩვენები არის. ასევე წყლოვანი დაავადება, მაგალითად, პეპტიური ეზოფაგიტი, კუჭის ან 12 ნაწლავის წყლოვანი დაავადება. ასეთ შემთხვევაში ჯობია რომ მწვავე პერიოდში არ გაკეთდეს ეს პროცედურა, არამედ ჩავატაროთ მედიკამენტოზური მკურნალობა, მოხდეს მათი ალაგება ამ ლორწოვანის დაზიანებების და მერე შესრულდეს ეს პროცედურა. ალბათ დააკვირდით, რომ ძალიან ისეთი სქელი აპარატი არის და შესაბამისად ესეთი დაავადებები დროს ეს ფიზიკურად ვერ გაივლის საკლაპავს. თიაქარს რაც შეეხება, მესამე, მეოთხე ხარისხი როცა არის ჰილის კლასიფიკაციით, ასეთ შემთხვევაშიც არ შეიძლება შესრულდეს, ისევე როგორც იგივე IBD-ის დროს, კრონის და წყლოვანი კოლიტის შემთხვევაში. როდესაც არის მძიმე კოაგულოპათია და რა თქმა უნდა, ორსულობა და ლაქტაცია. ასევე აღსანიშნავი არის ნიკელზე ალერგია. აი ეს რაც ერთ-ერთ სლაიდში იყო ის ნაკერები, ნიკელ შეიცავს და შესაბამისად ამ დროს ჯობია რომ არ გაკეთდეს. თუმცა აღწერილი არის შემთხვევები, როდესაც პაციენტმა არ თქვა რომ აქვს ალერგია, შესრულდა ეს პროცედურა და ერთადერთი რაც მოხდა იყო ის რომ რამოდენიმე დღე გახანგრძლივდა ტკივილის სიმპტომი, ვინაიდან
კუჭის ლორწოვანის შეშუპებამ ისე ადრე არ დაცხა, როგორც იმ პაციენტებში, ვისაც არ აქვს ნიკელზე ალერგია. თავდაპირველად იყო პოუს პროცედურა, ხოლო რამოდენიმე წლის მერე უკვე შეიქმნა პოუს 2 პროცედურა. მოკლედ მოგახსენეთ, ესე პოუს პროცედურა გულისხმობდა დაახლოებით 30-დან 40 ნაკერის დადებას და მხოლოდ ამისი საშუალებით მიიღწეოდა კუჭის მოცულობის 75-დან 80%-მდე შემცირება. რაც უფრო მეტი ნაკერი ედება კუჭზე, მით უფრო ტკივილის ფენომენი გამოხატული არის და შესაბამისად უფრო რეაბილიტაცია ხანგრძლივდება. ხოლო პოუს 2-ის შემთხვევაში იგივე კიდე ამისი მოდიფიკაცია არის, ეს მეგაპლიკაციას ვეძახით, სულ 6 ნაკერი არის საჭირო, რომ კუჭის სხეულის მიდამო, ანუ მისი დიდი სიმრუდე მთლიანად იქნას გაკერილი და შესაბამისად შემცირებული მოცულობა. ვინაიდან აღნიშნულ პროცედურას უფრო უპირატესი აღნიშნული პროცედურამ უპირატესი შედეგები დადო, შესაბამისად დღევანდელ დღეს უკვე პოუს 2 პროცედურა გამოიყენება. მე მინდა ვიდეო წარმოგიდგინოთ, რომელიც არის ესე ვთქვათ ანიმაციური ტიპის ვიდეო, რომ წარმოდგენა გქონდეთ ზოგადად რას გულისხმობთ ამ ყველაფერში. რამოდენიმე წამიანი ვიდეო არის. Clinicians will experience a reduction in procedure time compared to the earlier version of POUS 2.0, while achieving the same or greater reduction in stomach volume with fewer plications. Let's review the POUS 2.0 double helix procedure. The procedure begins using the same incisionless operating platform, or IOP, as before, but a second G-Lix is now used. The 2 G-Lix devices allow you to approximate more tissue for larger plications, while maintaining the same long-term durability resulting from the use of the snowshoe suture anchors. The procedure starts at the junction of the gastric body and antrum. 1 G-Lix is used to acquire tissue slightly posterior to the greater curvature of the gastric wall, while the second G-Lix is used to acquire tissue slightly anterior to the greater curvature of the gastric wall. The 2 walls are approximated together in a crisscross configuration within the G-Prox jaws, and a set of snowshoe suture anchors are delivered to the tissue at the site of the greater curvature of the stomach, creating a tubular effect resulting in an endoscopic gastric sleeve. Next, the clinician moves proximally to place the second plication. არის და ჯამში დაახლოებით 7 სანტიმეტრი შემოგვაქვს და ხდება ამ ხელა მასის გაკერვა. ამიტომაც არის რომ 6 ნაკერი არის დღევანდელ დღეს მაქსიმუმი. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება 1 ან მაქსიმუმ კიდე მეორე ნაკერი დაემატოს, მაგრამ როგორც წესი 6 ნაკერი ამისთვის საკმარისი არის. რაც შეეხება ამაზე მოგვიანებით კიდევ გეტყვით, უბრალოდ მოვლენებს წინ გაავსწრებ და უბრალოდ რო წარმოიდგინოთ კუჭის ლორწოვანი ხდება შიგნით შემოწევა და შესაბამისად იგივე პერფორაციის რისკი არის მინიმუმზე მინიმუმი. პერფორაციის მხოლოდ ერთი შემთხვევა არის დაფიქსირებული ამერიკის კვლევებში, რომ 100 პაციენტზე რო ჩატარდა, ისიც იყო 0.9. ოღონდ ის კეთდებოდა პოუს პროცედურით, ანუ ბევრი ნაკერით რო ხდებოდა, ესე ვთქვათ, გაკერვა. რასაც შესაბამისად ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ოღონდ ამ პროცედურის შემთხვევაში ჯერჯერობით არ არის ესეთი რაღაც აღწერილი. Notice the reduction of the entire stomach and proximal antrum to the level of the GEJ, while preserving a small pouch in the fundus. Fundus ხდება მხოლოდ სხეულის მიდამოში დიდი სიმრუდის დაპატარავება. The POUS 2.0 double helix procedure allows clinicians to achieve similar stomach volume reduction. ერთ-ერთი ძირითადი ესე ვთქვათ გვერდითი მოვლენა, რაც ახასიათებს სლივ გასტრექტომის, ეს არის
ეგრეთ წოდებული ჰისის კუთხის ცვლილება და დიაფრაგმალური თიაქრის განვითარება, რაც ამ პროცედურის შემთხვევაში არ აგვაქვს. შემდეგი ვიდეო არის სულ რამოდენიმე წამიანი და ეს უბრალოდ კლინიკური ვიდეო არის და უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ რეალობაში როგორ ხდება ესეთი ის. ანუ უკანა კედლი და შემოტანა ხდება პირველ რიგში. მერე წინა კედლის და ხდება მათ შორის ნაკერის დადება. First basket on the posterior wall, the second basket on the anterior wall, and now we put it. კუჭის კუთხიდან ხდება. ანუ ჩვენ ანტრალურ მიდამოს არ ვეხებით და კუჭის კუთხეზე ხდება პირველი ნაკერის დადება, ინციზურასთან ახლოს. მე მინდა კიდევ ერთი რაღაც აღვნიშნო. ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს არსებობს კიდე ეს არის US ენდოსკოპის მიერ წარმოებული პროდუქცია და არსებობს კიდე Boston Scientific-ის, რომელზეც ჩვენ გარკვეულ მოსაზრებების გამო უარი ვთქვით და რატომ? ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ნაკერები რაც ედება გარკვეული ხნის განმავლობაში, მინიმუმ 1 წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. იმიტომ რომ ეს ნაკერები თუ მოიხსნა ან მოიშვა, მაშინ კუჭს ისეთივე ფორმა მიეცემა, რაც პროცედურამდე ქონდა. სამწლიანი ესე ვთქვათ, კონტროლი არსებობს, როდესაც 3 წლის თავზე გადააკონტროლის და შესაბამისად ის ნაკერები ისევ იყო. განსხვავებით სხვა წარმოებლებისგან, რომელიც დაახლოებით 1 წელიწადში მთლიანად ეშვება ეს ნაკერები, ოღონდ იგივე ბოსტონის შემთხვევაში დაახლოებით 30-დან 50-მდე ნაკერის დადება უწევს, ანუ უწყვეტი ნაკერით ედება და შესაბამისად ის კუჭი იშლება და ისეთივე შედეგი ფაქტიურად წყალში იყრება. ეს არის კვლევა, რომელიც ჩაატარეს პაციენტებში, რომელთაც აირჩიეს დაუშვათ აღნიშნული პროცედურა და აირჩიეს ჯანსაღი ცხოვრების წესი 12 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ერთ-ერთი ძირითადი ან რასაც მინდა მივაქციოთ ყურადღება, ეს არის აი სტეატოზის შემცირება. დაახლოებით ამ კვლევაში არის 52%, თუმცა არსებობს კვლევები, სადაც ზოგიერთი კვლევარი იძახის, რომ ეს 75-დან 80%-მდეც კი შეიძლება რომ იყოს. ნუ რა თქმა უნდა, გაუმჯობესება ხდება პარამეტრი ALT-ი, AST-ი და ასე შემდეგ. რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, როგორც გითხარით, ყველაზე ესეთი მძიმე რაც იყო, ეს არის 0.9% არის ერთი кейსი იყო, აი ასად პაციენტში, ოღონდ ესეც იმ პირველი პროცედურის შემთხვევაში. ძირითადად არის ხოლმე ესეთი სუბუქი ჩივილები არის გულისრევის შეგრძნების, ტკივილის იშვიათად შეიძლება, რაც როგორც წესი არის პირველი დღე მაქსიმუმ 2 დღის განმავლობაში და მედიკამენტოზურ მკურნალობას ძალიან კარგად ემორჩილება. ყოფილა შემთხვევა, რომ იმის და მიუხედავად, რომ ვიზუალური კონტროლის ქვეშ ხდება პირველი ნაკერის დადება, რომ სტენოზი განვითარდა. თუმცა ამ სტენოზის ესე ვთქვათ, მკურნალობაც არ არის რთული ენდოსკოპიურად, არსებობს სპეციალური ბალონ დილატატორები, რომლითაც სულ რაღაც ერთი მაქსიმუმ 2 სესია შეიძლება დაჭირდეს და ოდნავ გაიწელება, ესე ვთქვათ ეს.
მინდა ასევე შევეხო საკითხს, რომელიც არის ელექტროლიტური დისბალანსი. ვინაიდან ჩვენი პროცედურის დროს არ ხდება კუჭის ქსოვილის მოკვეთა, შესაბამისად ელექტროლიტური დისბალანსი, იგივე ვიტამინოდეფიციტი არის ძალზე იშვიათი. თუმცა ყოფილა შემთხვევები და ეს ძირითადად იყო დაკავშირებული უშუალოდ პაციენტების მიერ გარკვეული რეჟიმის არ შესრულებასთან. თავისთავად ყველა პაციენტი გარკვეული კვირების განმავლობაში ღებულობს სპეციალურ დიეტას, აქ ჩამოთვლილი არის კალორიაჟით იმით და შესაბამისად ნელ-ნელა ხდება პაციენტების გააქტიურება და სწორედ იმის გამო რომ პაციენტი მეორე დღესვე შეგვიძლია გავწეროთ, ესეც დასაწყისში არის ესე თორემ მაგალითად ჩვენი მეგობარი ვინც არის, ვინც უნდა დაგვეხმაროს ესე თქვა პირველი პროცედურების წარმოებაში, იმის და მიუხედავად რომ ტექნიკურად ეს არ არის რთული შესასრულებელი და გაცილებით უფრო რთულ პროცედურებს, ენდოსკოპიურ პროცედურებს ვაკეთებთ, მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ესეთი პაციენტები 24 საათის განმავლობაში, ანუ პირველი кейსები იყოს მეთვალყურეობის ქვეშ. ადამიანი ეს ჩვენი კოლეგა, ვინც უნდა მოგვეხმაროს, ესპანელი არის, ბარსელონაში მოღვაწეობს და შესაბამისად ის იმ დღესვე უშვებს პაციენტებს და რაც შეეხება პროცედურას, გაგიკვირდებათ, მაგრამ დაახლოებით 7 წუთში ასრულებს ის ამ ერთ პროცედურას. რეალურად, როდესაც ტრენინგზე ვიყავით, ხო, მეც და ჩემი ასისტენტებიც პირველად როგორც კი მიგვიშვეს ამ ესე ვთქვათ მოწყობილობასთან, მე თვითონ პირველად დაახლოებით 1 წუთი დამჭირდა ერთი ნაკერის დასადებად რა. ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს ნელ-ნელა გადავალთ ესე ვთქვათ outpatient-ის, ანუ ამბულატორიულ პროცედურებს და პაციენტები იმ დღესვე გარკვეული საათების შემდეგ დატოვებენ ჩვენს კლინიკას. მედიკამენტოზურ კურნალობას რაც შეეხება, ვფიქრობ რომ და მოწოდებულიც არის რომ 4-8 კვირის განმავლობაში პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები გამოვიყენოთ, გულისრევის შემთხვევაში და ტკივილის შემთხვევაში შესაბამისი მედიკამენტები, რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, ანტიბიოტიკები რუტინულად ყველა პაციენტში არ გამოიყენება. როდესაც ხანგრძლივდება ტკივილის სიმპტომი, ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში და ასევე ობსტრუქციაზე ეჭვის შემთხვევაში ხდება გასტროსკოპიის გაკეთება და არა რუტინულად ყველა პაციენტებთან. და თუ კი ვნახულობთ, რომ ლორწოვანი არ არის კარგად ჩამცხრალი, შესაბამისად უკვე ანტიბიოტიკებს უნიშნავთ რამოდენიმე დღის განმავლობაში, ისიც პერორალურს. დაკვირვებას რაც შეეხება ვაწარმოებთ შესაბამისად 1-4-9 კვირის განმავლობაში და მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში. როგორც წესი, აღნიშნავთ ხოლმე მე-3, მე-6 და მე-12 თვეში წონისკლების შედეგებს და როგორც გითხარით, რუტინულად არ ხდება ხოლმე ამ გასტროსკოპიის წარმოება, ერთადერთი, თუ პლატო არის წონისკლების ამ შემთხვევაში და ობსტრუქციის სიმპტომები თუ წამოვიდა წინა პლანზე ამ შემთხვევაში. ალბათ საინტერესო იქნება ამ ორი პროცედურის შედარება, სლივგასტრექტომიის, ქირურგიული ლაპარასკოპიული სლივგასტრექტომიის და პოუზოური პროცედურის. რა თქმა უნდა, სლივგასტრექტომია უფრო დიდი ხანია კეთდება, უფრო მეტი ინფორმაცია არის ამაზე, თუმცა შესაბამისად გართულებების რისკი იქნება თუ ასე შემდეგ, გაცილებით უფრო გამოხატული არის ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, ვიდრე ენდოსკოპიური პროცედურის დროს. იგივე რაც ვახსენეთ, ანუ დრო, აქ კი არის 30-დან 60 წუთამდე, მაგრამ ეს არის, რა ვიცი, როგორც წესი ეს 30 წუთში, ალბათ დასაწყისში დაგჭირდება სადღაც 30 წუთი, როგორც გითხარით, რაც ჩვენი კოლეგა, ესპანელი კოლეგა დაახლოებით 7 წუთში ასრულებს აღნიშნულ პროცედურას. განსხვავებით დავუშვათ ქირურგიული პროცედურისგან, ამბულატორიული პაციენტები არის ჩვენი განსხვავებით ქირურგიული პაციენტებისგან. იმის და მიუხედავად, რომ წონისკლება არის საშუალოდ არის 20%. კი, მართალი არის, რომ სლივგასტრექტომიის შემთხვევაში უფრო მეტი არის, მაგრამ გართულებებს რაც შეეხება, თუნდაც ისეთი, როგორც არის ნაკერის უკმარისობა, შეიძლება რომ იგივე აღნიშნული გართულების შემთხვევა დასრულდეს იგივე ლეტალურად.
ასევე აღსანიშნავი არის იგივე ის ელექტროლიტური დისბალანსი, ასევე ვიტამინოდეფიციტი, რაც ჩვენ შემთხვევაში ენდოსკოპიური პროცედურის შემთხვევაში ფაქტიურად არ აღინიშნება. პაციენტები უფრო მალე უბრუნდებიან ცხოვრების ნორმალურ რიტმს და შესაბამისად იგივე ის გვერდითი ეფექტები, თუნდაც იგივე ტკივილის ფენომენი და შემდეგ არის გაცილებით ნაკლები. მინდა შევეხო პროცედურას, ეგრეთ წოდებულ sleeve in sleeve პროცედურას. როდესაც ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ გარკვეული პერიოდის მერე sleeve gastrectomიის შემდეგ ხდება კუჭის მოცულობის მომატება, შესაბამისად პაციენტები კვლავ იწყებენ წონაში აკრეფას და ასეთ შემთხვევაშიც კი შეგვიძლია, რომ სულ რამოდენიმე ნაკერის დადებით იგივე მოცულობა გავხადოთ კუჭის, როგორც იყო უშუალოდ ოპერაციის შემდეგ. სურათზე წარმოდგენილი არის დაახლოებით ეს როგორ ხდება, რამოდენიმე ნაკერის დადება და შესაბამისად არანაირი განაკვეთი, არანაირი ნაწიბურები და ეს არის უბრალოდ ენდოსკოპიური პროცედურა. ამრიგად მინდა შევაჯამო ჩვენი ესე ვთქვათ პრეზენტაცია და აღნიშნო, რომ დაახლოებით 30 წუთიც არ ჭირდება აღნიშნულ პროცედურას, ამბულატორიული პაციენტები არის. შედეგებს რაც შეეხება ეს საშუალოდ 20% არის, 20-25 არის ესე ვთქვათ აღწერილი. ადრეულ ხდება პაციენტების მალევე ჩართვა ცხოვრების ნორმალურ რიტმში. ნაკერებს რაც შეეხება დაახლოებით 2 წელი მაინც რჩება თავის ადგილზე და შესაბამისად არ ხდება კუჭის მოცულობის მომატება, არ აქვს გართულებების რისკი. შესაძლებელი არის, რომ იგივე sleeve gastrectomიის შემდგომ განვითარებულ კუჭის მოცულობის გაზრდის შემთხვევაშიც გამოვიყენოთ ეს და თავისთავად ვიტამინოდეფიციტი და ელექტროლიტური დისბალანსი აღნიშნულ პროცედურას არ გააჩნია. სულ ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა, თუ შემიძლია რომ გაგცეთ პასუხი რაიმე შეკითხვებზე. დიდი სიამოვნებით. გამორჩა. ასდება თვითონ პაციენტის ფსიქოლოგიური ან მენტალური ოპერაცია, საჭიროებს თუ არა სპეციალურ კვლევას. კი, რა თქმა უნდა. მადლობა შეკითხვისთვის. როგორც ვახსენეთ, ანუ მულტიდისციპლინარული ჯგუფი არის ჩვენთან კლინიკაში შექმნილი. ოჯახის ექიმის მონაწილეობით, ნუტრიციოლოგის, ენდოკრინოლოგის, ასევე ფსიქიატრიც არის, რა თქმა უნდა, ჩართული ამ ყველაფერში და პაციენტი რა თქმა უნდა გადის ფსიქიატრის კონსულტაციას, როგორსაც უნდა გადიოდეს რა ვიცი, ყველა ბარიატრიული პაციენტი ჩემის აზრით. ეხლა მე ვერ გეტყვი სხვაგან როგორ ხდება და რანაირად, მაგრამ ეს აუცილებელი კომპონენტი არის, იმიტომ რომ არსებობს ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც არ შეიძლება რომ თუნდაც აღნიშნული პროცედურა გაკეთდეს. ასე რომ ჩვენ გარკვეულწილად დამოკიდებული ვართ ფსიქიატრის ესე ვთქვათ კონსულტაციაზეც. ასაკს რაც შეეხება, ჩვენთან უცხოეთში ეს არის 18 წლიდან არის, რა 18-დან 55 წლამდე, მაგრამ ჩვენ ქონდა საუბარი ჩვენს ფსიქიატრთან, ბატონ გიორგისთან, ბერულავასთან და მისი ესე ვთქვათ მოთხოვნა და თხოვნა არის, რომ ეს ასაკი იყოს 25 წელი. და შესაბამისად, ჩვენც ვემორჩილებით ამას. 25 წლიდან. დიახ, გისმენთ.
დიდი მადლობა. უკაცრავ. არსებობს კვლევები, რომლის მიხედვითაც ხდება იგივე მედიკამენტოზური მკურნალობის 1 წლის თავზე ფაქტიურად აღარ საჭიროებენ პაციენტები ამ მედიკამენტოზურ მკურნალობას, იგივე რაც თქვენ ახსენეთ. ძირითადი კრიტერიუმი, როგორც თქვით, ეს არის 30-დან 40-მდე. თუმცა კეთდება 40+ პაციენტებში, ოღონდ როგორც ვახსენეთ, ეს აუცილებლად თანხლები რაღაც დაავადება უნდა იყოს. ასევე კეთდება ვისაც პაციენტებში, ვისაც არ სურს ელემენტარულად, რომ ქირურგიაზე წავიდეს, იმიტომ რომ გარკვეული გართულებები ახასიათებს, რაზეც მოგეხსენება და საქართველოშიც გარკვეული ესე თქვა ჭყალებში შიში დღევანდელ დღესაც კი არსებობს, რომ იმიტომ რომ სამწუხაროდ ყოფილა кейსები, როდესაც ძალიან ცუდად დამთავრებულა აღნიშნული პროცედურა ქირურგიული და გარკვეული ტიპის შიშებიც არსებობს. და შესაბამისად ამ პაციენტებშიც და რა თქმა უნდა იმ პაციენტებში, როდესაც ქირურგიული ჩარევა, ანუ ესეთი მასშტაბური ოპერაცია არის წინააღმდეგ ნაჩვენები. როგორც გითხარით, სულ რამოდენიმე წუთი ჭირდება ამ პროცედურას და აქვე მინდა ვახსენო, რომ აღნიშნული პროცედურა მხოლოდ და მხოლოდ ტარდება საოპერაციოში. აუცილებლად CO2-ის ინსუფლაციით ხდება ეს ყველაფერი და აუცილებლად ინტუბაციით ხდება ეს ყველაფერი. ეს არ არის ინტრავენური სედაცია, რასაც რუტინულად ჩვენ გასტროკოლონოსკოპიების დროს ვიყენებთ ხოლმე. მაინც აი კონკრეტული აი ესე ვთქვათ, უფრო მეტად რა ტიპის პაციენტებს ვირჩევთ ამ პროცედურისთვის, მაინც ძალიან საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ჩვენება 30 ზემოთ BMI უფრო უნივერსალური არის სიმსუქნის მკურნალობის უმეტესობა მეთოდისთვის. აი ჩვენთვის, აი როგორც ექიმებისთვის, რა კოჰორტა ავარჩიოთ პაციენტების, ვთქვათ, რომელსაც სელექციას გავუკეთებთ ამ პროცედურისთვის, აი მგონია, რომ ალბათ გამოცდილებაც უფრო მეტად გვაჩვენებს და ასევე იმ ადამიანებთან აი თქვენს აი როგორი ტიპის პაციენტები ყავდათ უფრო მეტად ბიჯ პროცედურა ახსენეთ და მომეჩვენა რომ რაღაც დიდი ქირურგიისთვის ეფექტური მოკლების რაღაც შუალედური ეტაპი ხო არ იქნება ვთქვათ პაციენტი BMI 50 მძიმე ანუ თქვენ გულისხმობთ რომ ჯერ ეს პროცედურა რომ რისკები შეუმციროთ პაციენტს ვთქვათ როგორც ქირურგიული ზუსტად აი რაღაც შუალედური შუარა ნახეთ კარგი შეკითხვა, დიდი მადლობა. ნახეთ როგორ არის ეს პროცედურა რო იწყებოდა არა მარტო ამერიკაში, მათ შორის ევროპაშიც, ანუ ექიმა ეს ბატონმა რომან ტურო არის, რომელმაც გაიარა ამერიკაში Brigham and Women's Hospital არის ესეთი კლინიკა ბოსტონში, სადაც ასევე მეც ვიყავი. კრის ტომსონი არის ხელმძღვანელი განყოფილების და როდესაც ეს პროცედურა ესე ვთქვათ აითვისა და წაიღო ესპანეთში თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ბარიერებს შეხვდა რა სამწუხაროდ როგორ არის იცით დღესაც კი იმის და მიუხედავად რომ დადგენილი არის ამ პროცედურის ეფექტურობა დღესაც კი ძალიან რთული არის რომ და ყველა ქირურგი მაინც არ თანხდება ამაზე რომ დაუშვათ მოვიდეს გაიკეთოს ეს პროცედურა თუ დაუშვათ 50 და მე წავიდეს ქირურგიულ იმაზე ესე ვთქვათ მართალი რომ გითხრათ ამ პროცედურის მე მაინც ვერ წარმომიდგენია ქირურგიული სლივგასტრექტომია იმიტომ რომ იმდენად მყარი ნაკერები არის ანუ გამოდის რომ მაშინ ეს უნდა დაიშალოს ეს ყველაფერი ასე რომ ესეთი პრაქტიკა არ არის სამწუხაროდ რომ აი ნაუშად შესრულდეს აღნიშნული პროცედურა ეს მთლიანად ჩაიკეროს დიდი სიმურვედე და მერე მოხდეს ქირურგიული ჩარევა ანუ მართლა ვთქვათ აზრსაც ვერ ვხედავ ამაში იმიტომ რომ მაშინ ჯობია რომ ის არ გაიკეთოს ერთი რომ მატერიალური ხარჯი არის და მეორე რომ ფიზიკურად ძალიან რთული იქნება იმიტომ რომ ნაკერები იდეაში ნაკერების მოხსნა შეიძლება. ოღონდ ეს სადღაც 2 კვირის განმავლობაში. ხო, მე არ ვიცი ხა პაციენტი რომელიც მოდის ამ პროცედურაზე, რატო უნდა მოუვიდეს თავში ამ ნაკერების მოხსნა 2 კვირაში, მაგრამ თეორიულად ეს შესაძლებელი არის და პრაქტიკულადაც შესაძლებელია. ოღონდ 2 კვირის მერე იქ უკვე ნაწიბურები ყალიბდება და ძალიან რთული იქნება ამ ნაკერების მოხსნა. ასე რომ ესეთი სიტუაცია არის, არა მარტო, რა ვიცი, საქართველოშიც
საქართველოშიც ველოდებით, ესე ვთქვათ, ესეთ რაღაც წინააღმდეგობებს, მაგრამ ეს არ გვაშინებს. იმიტომ რომ არსებობს პროცედურა, რომელიც პოტენციალი ამ პროცედურაზე რომ პლასტიკურ ბარიატრიას შეუქმნას ალტერნატივა აქვს. კი, რა თქმა უნდა, კი. იმის და მიუხედავად, რომ ცოტათი ნაკლები აქვს წონის კლება ვიდრე სლივგასტრექტომის შემთხვევაში, ძირითადი კრიტერიუმები არის ის, რომ უფრო უსაფრთხო არის ვიდრე სლივგასტრექტომია. ანუ ეს არის პროცედურა, რომელიც რამოდენიმე წუთი გრძელდება და ის არის ქირურგიული ჩარევა, რომელსაც შეიძლება საათნახევარი საათი სჭირდებოდეს და თავისი რეაბილიტაციით და თავისი გახანგრძლივებული ნორმალური ცხოვრების რიტმში დაბრუნებით, ელექტროლიტური დისბალანსით მოგეხსენებათ ფაქტიურად ყველა პაციენტი საჭიროებს გარკვეული პერიოდის მერე შევსებას, ვიტამინოდებს და ასე შემდეგ. უბრალოდ ამ შემთხვევაში არ იკვეთება, როგორც გითხარით, ლორწოვანის შემოწევა ხდება, ის ქსოვილი რჩება, უბრალოდ მექანიკურად არის შემცირებული ეს კუჭის მოცულობა. დიდი მადლობა. არაფერს. უკაცრავად, აი ყველაზე მაქსიმუმი მინიმუმი კლება რამდენი არის დაფიქსირებული? მაქსიმალური არის 25%, რაც არის. ამიტომ კრიტერიუმი ეს არის საშუალოდ არის 20-25% არის ესე დღევანდელ დღეს ეს მოწოდებული. არის აღწერილი, რომ საერთოდ არავის ვერ დაიკლეს, ანუ ვერ მივიდეს სამიზნე ზონამდე. ხო, ეგ საინტერესო არის ეს შეკითხვა, იცით, ფიზიკურად ვერ შეძლებს ადამიანი რომ დაუშვათ ბევრი საკვები მიიღოს, თუმცა ეხლა ჩვენს კლინიკაში იგივე ბალონირებაც არის დანერგილი და პაციენტები რომ მოდიან ყოველთვის ვეუბნებით რა რომ მარტო მათ შორის სლივგასტრექტომიის შემთხვევაში მარტო პროცედურა ესე შედეგს ვერ მოიტანს. ანუ პაციენტმა უნდა გაითავისოს რომ მისი ცხოვრება გარკვეულწილად უნდა შეიცვალოს. რაღაცებზე უარი უნდა თქვას. შეიძლება პირობით უხეშად რო თქვა, შეიძლება ერთი ხაჭაპური ვერ შეჭამოს პაციენტმა, მაგრამ იმის მაგივრად სნიკერსი ჭამოს, რომელიც მაღალკალორიული არის და ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ კი. ხო და ამ დიახ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოლია ეხლა ამ ბალონირებაზე მე მყავდა ორი ქალბატონი, რომელსაც მითხრა რომ დიდი ბოდიშით, მაგრამ ყოველი ჭამის მერე ჩვენ შოკოლადი უნდა დავაყოლოთ და მე უთხარი აუხსენე რომ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს რა. მოცულობას კი შეგიმცირებთ, მაგრამ ანუ თქვენი მიღებული კალორია თუ იქნება მეტი ვიდრე დახარჯული კლება არ გექნებათ. ხო და ასე რომ ამიტომაც არის საჭირო იგივე ფსიქოლოგის, ფსიქიატრის ჩართულობა ამ ყველაფერში რა. დიახ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბატონ გიორგი არის ჩვენთან ეს ფსიქიატრი და რამოდენიმე პაციენტზე მითხრა რომ ჯობია რომ არ გაკეთდესო, იმიტომ რომ ეს პაციენტი არ შეასრულებსო შენ რასაც ეთქვიო. აზრი არ აქვსო, ასე რომ არ მიცა რეკომენდაცია და შესაბამისად უარიც უთხარით. ამიტომ ესე არ არის რომ ვიღაცა ქუჩიდან შემოვიდეს და წამოწვეს და გაუკეთოთ. ესე არ იქნება ჩვენთან არის აი როგორც გითხარით ეს მულტიდისციპლინარული მიდგომა და მხოლოდ აი სპეციალისტების კონსულტაციის შემდეგ დაისმევა საკითხი ამ პაციენტთან ჩატარდეს აღნიშნული პროცედურა თუ არა. ანუ ჩვენ უნდა დარწმუნებული ვიყოთ რომ პაციენტს რასაც ვეტყვით იმას შეასრულებს რა. არა აქვს მნიშვნელობა ამ მეთოდით შევამცირებთ კუჭის მოცულობას თუ სლივგასტრექტომიის მაინც უწევთ გარკვეული რაღაც რა თქმა უნდა ისე არ არის რომ წამოწვეს და ამან თავისი ის გააკეთოს კი ხო ასევე მე აღნიშნულ პრეზენტაციაში არ მithქვამს და იგივე ბაიპასის შემთხვევაში დაახლოებით 35 აი როდესაც ქირურგიული ბაიპასი კეთდება დაახლოებით 35-დან 40% შემთხვევაში სადღაც წელიწად ნახევარში ხდება კვლავ წონის მატება და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის რა ანასტომოზი რომელიც უნდა იყოს სანტიმეტრი დიამეტრში ანუ გასტროენტეროანასტომოზი ხდება მისი გაფართოვება და შესაბამისად პაციენტი რო საკვებს მიიღებს ანუ ის მოცულობა არ პირდაპირ მიდის ნაწლავში და ანუ ბევრს იღებს ასეთ შემთხვევაში იგივე ამ პროცედურითაც ამ ინსტრუმენტებითაც შესაძლებელი არის რომ ის რგოლი დაპატარავდეს ასე რომ ამ შემთხვევაშიც გამოიყენება ესეთი პროცედურების დროს რომ კვლავ შევამციროთ ესე დარჩენილი კუჭი რაც არის იმისი მოცულობა ისევ ისეთი გავხადოთ დიახ მაგას გულისხმობ დიახ
აღნიშნული პროცედურით შემცირდეს. უბრალოდ ეს რაც ჩვენ ვნახეთ, ეხლა რაც ინსტრუმენტები გვაქვს აქ, ეს დიდი ისინი არის ინსტრუმენტები, როგორც გითხარით, ერთ ამოწევაზე 3 სანტიმეტრი ნახევარი ამოდის, ხოლო აღნიშნული პროცედურა რას თქვით, იმ შემთხვევაში შედარებით უფრო მცირე ზომის არის ეს ინსტრუმენტები და იქ უფრო ესე ვთქვათ, ორივე პროცედურის შემდეგ არის შესაძლებელი, ხო? როგორც სლივის, ისე ბაიპასის შემთხვევაში, კი. დიახ. და თვითონ რამდენია პროცენტი weight regain-ის 5 წელიწადში? როგორ? ხო ვიცით, დიახ. დაახლოებით პროცენტი weight regain-ი როგორი არის სლივის და გაზრის. დიახ. აი ამ შემთხვევაში როგორია 5 წელიწადში? აი მოიკლო თქვა იდეალური ვარიანტი 25% საწესის სხეულის მასის. აი weight regain-ის იცით, ეხლა ამაზე ამ შეკითხვაზე პასუხი რო გაგცეთ, უნდა გქონდეს რაღაც გარკვეული გამოცდილება. რაც ამ შემთხვევაში არ აგვაქვს. ჩვენ გეგმავთ, როგორც თქვენ ალბათ ინფორმირებული ხართ, რომ აღნიშნული ექიმი, ეს რომანტურო ესპანელი, ჩვენთან ჩამოვიდეს და ეს პირველი кейსები გააკეთოს. ამ ადამიანს აქვს დაახლოებით 1000-მდე кейსი გაკეთებული და მე განგებ არ მინდა რომ რაღაც, ესე ვთქვათ, რაღაც დასკვნები გავაკეთო. მინდა რომ ეს კაცი ჩამოვიდეს, გააკეთებს მოხსენებას და გაცილებით უფრო მეტ ინფორმაციას მოგათვის ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი არის არა ის, რაც წერია დაუშვათ ლიტერატურაში, არამედ უშუალოდ გამოცდილება, რომ თვითონ გაგვიზიაროს ეს ყველაფერი რა. ბატონო პატარა კომენტარს გავაკეთებ, დიდი მადლობა ხსენებისთვის, მე გახლავთ ენდოკრინოლოგი ქეთი ხითარიშვილი. პატარა კომენტარი მინდა გავაკეთებასთან დაკავშირებით ყუჭის ბალონირებასა და ამას შორის ჩემი აზრით რა სხვაობა შეიძლება იყოს. ბალონირების დროს ყუჭი არ პატარავდება. აქედან გამომდინარე, ხა ენდოკრინოლოგებისთვის ნაცნობია ჰორმონი გრელინი და ამასთან კავშირში საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, ენდოკრინული თვალხედვითაც ძალიან დიდი სხვაობა არის დაპატარავებულ ყუჭსა და გაფართოებულ ყუჭში ბალონის ჩადგმაზე. ანუ იქ მოცვნის ვარიანტი ძალიან დიდი, ანუ მცირე მოცულობის, წერა როგორც თქვით, მცირე მოცულობის მაღალკალორიული საკვების ხშირი მიღების და ამიტომ შესაძლებელია არ ყოფილიყო ეფექტი. ეს პროცედურა და მე რამდენადაც გავეცანი თვითონ მადის რეგულაციაშიც იღებს მონაწილეობას, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, დადებით ზეგავლენას ახდენს, სწორედ იმუნარჩევების ჩამოყალიბებაზე, რაზეც თქვენ საუბრობდით, რომ პაციენტმა უნდა აიღოს თავის თავზე იმუნარჩევების ჩამოყალიბება, რომ თქვათ იგივე დიდი ოდენობით საკვებს არ შეჭამს, მაგრამ ხშირადაც ვერ შეჭამს და აქაც ზუსტად დანაყრების შეგრძნების გამოსწორება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ პროცედურის სხვა პროცედურებთან ასეთივე პროცედურებთან შედარებით. ეხლა მე შორს ვერ წავალ, ამას ვერ შევადარებ ქირურგიულ პროცედურებს, სადაც ყუჭი პატარავდება, მაგრამ მე მაინც არის თვითონ ყუჭის მოცულობის გაზრდის ეფექტები. ეს არ ვიცი, ეს იცით როგორ შემისწავლე არც მინახავს და ამ შედარებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ აი ის რომ ყუჭის მოცულობის შემცირება აუცილებელ ზეგავლენას მოახდენს მადის რეგულაციაზე, ეს ერთი მნიშვნელოვანი. ნახეთ, სპეციალურად თქვი, რომ არ შევეხები ამ საკითხს, მირჩევნი უშუალოდ ბატონ რომანტუროსგან გავიგოთ ეს ყველაფერი, მაგრამ პრეზენტაციაში იყო ესეთი სლაიდი, სადაც წერია, რომ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ნაკერები თავის ადგილას იყო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ყუჭის მოცულობა არის ისეთივე 2 წელიწადში, როგორიც იყო პროცედურის შემდეგ. თუმცა არსებობს ერთეული შემთხვევები 3 წლიანი და ოღონდ ეს ბევრი არ არის და თითოეულ შემთხვევა იყო, როდესაც 3 წლის თავზეც კი იყო ის ნაკერები თავის ადგილას, მაგრამ 2 წელი ეს ცალსახად რჩება თავის იმაზე. თავის ადგილას. ასე რომ მოცულობა რა თქმა უნდა იგივე იქნება, ხო, ნაკერი თუ არ მოეშვა, შესაბამისად ის არ გაიწელება, ესე ვთქვათ, და ისეთივე ყუჭი ექნება, როგორც პროცედურის მერე. აღნიშნული პროცედურა დაახლოებით პოუზ 2 საათს შეეხება 5-6 წელია, რაც კეთდება, მანამდე იყო პოუზ პროცედურა, რასაც უბრალოდ ბევრი ნაკერი ედებოდა 30-დან 40-მდეც კი შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ ამიტომაც ვახსენეთ, რომ კისლივ გასტრექტომიას მეტი შედეგები აქვს, უფრო დიდი ხანია კეთდება, მაგრამ შესაბამისი გართულებებით და ასე შემდეგ. ასე რომ ესე ვთქვათ, შესაჯამებლად მინდა ერთი რაღაც გითხრათ, თქვენც ინფორმირებული ხართ,
მოკლედ გეგმავთ რომ ეს ყველაფერი დავიწყოთ, ოღონდ პირველი შემთხვევები რა თქმა უნდა იქნება ამ სპეციალისტის ხარდაჭერით. ის მზად არის, უბრალოდ შესათანხმებელი არის დრო, იმიტომ რომ იმასაც თავისი გეგმები აქვს მოიხსენება და მნიშვნელობა არ აქვს ერთი პაციენტი იქნება თუ 10 იქნება, დიდი ხანი არ ჭირდება აღნიშნულ პროცედურას და 2-3 დღით შეიძლება რომ ეს ადამიანი ჩამოვიდეს და შესაბამისად შესრულდეს ესეთი პროცედურა. ესეთი ვითარება გვაქვს დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა.